ორიგინალური ყველასათვის საყვარელი ჯინჯერის ორცხობილების ბრენდზე გამოზეკიყვებით, რომელმაც ოპერირება საცალო მომხმარებელზე გათვლილი მცირე წარმოები დაიწყო, დღეს კი ბრენდი თავისუფლად ემსახურება სხვადასხვა კომპანიის დაკვეთებსაც. ჯინჯერის ორცხობილებიდან განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდნენ, ცხადია, ორცხობილები რჩება ბრენდის მთავარ მიმართულებად, თუმცა კომპანიამ დამატებით კაფე საკონდიტრო გახსნა, სადაც გემრიელი ტკბილეული კვლავაც მთავარი ელემენტია. გამოსიახლეებს მის დამფუძნებელთან ნინო შოშიაშვილთან ერთად შევაჯამებთ, რომელიც უკვე შემოვარდა ქალების ნარატივის ეთერს. ნინო, მოგესალმებით, მადლობა თქვენი დროისთვის და გადაცემაში სტუმრობისთვის. მოგესალმები მარია, მივესალმები თქვენს მაყურებელს. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირიქით, მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად. ნინო, უპირველესად დავიწყოთ კომპანიის სიახლეზე, საკონდიტრო მიმართულებაზე. რა სიახლეა ეს თქვენთვის და საიდან გაჩნდა იდეა, რომ უკვე ფიზიკურ სივრცეშიც გადაინაცვლა ბრენდს, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ნამყოფი თქვენ საწარმოში. თავისუფლად არის სივრცე იმის, რომ სხვადასხვა შეკვეთები მიიღოთ კომპანიებს თავისუფლად მოემსახუროთ, თუმცა ეს არის განვითარების კიდევ უფრო ახალი ეტაპი. დიახ. სიმართლე რომ გითხრათ, მე თავიდანვე მინდოდა კაფის გახსნა, როდესაც დავიწყე ზოგადად ეს საქმიანობა, თუმცა კაფის გახსნა უფრო დიდ ფინანსებს მოითხოვდა და როგორც იცით, მე თავიდან დავიწყე სახლდა საქმიანობა, შემდეგ საკონდიტრო სივრცე გავხსნით, რომელიც ძირითადად ონლაინ მუშაობდა. და ეხლა უკვე ფიზიკური სივრცე კაფეც გავხსენე და მინდა აღნიშნო, რომ ეს არის საქართველოში პირველი ჯინჯერის ორცხობილების მაღაზია და კაფე, იმიტომ რომ ესეთი მაღაზია ჩვენ არ გვაქვს. რომელშიც მთელი წლის განმავლობაში შეიძენს მომხმარებელი ჯინჯერის ორცხობილების ნაწარმს და ასევე სხვა ტკბილეულს. რა თქმა უნდა, კაფის სახით ძალიან ბევრი კაფეებია, მაგრამ აი ზუსტად ჯინჯერის ორცხობილებზე გათვლილი მაღაზია და კაფე კი. და მთელი წლის განმავლობაში მე მინდა რომ ჩვენს მომხმარებელს მოემსახუროთ და მათთვის საყვარელი პროდუქტი შევთავაზოთ. ეს იქნება ჯინჯერის ორცხობილების სახლები, მოსახატი ბოქსები, რომლებიც ძირითადად წლის ყველაზე აქტიურად არის ახალ წელს მოთხოვნადი, მაგრამ აი მთელი წლის განმავლობაში ჩვენ გვექნება სხვადასხვა თემები ჩაშლილი და აი მთელი წლის განმავლობაში შევძლებთ მოვიდნენ და შეიძინონ. კი ბატონო, ნინო, რა იქნება წარმოდგენილი გამოს მაღაზიაში, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ძირითადად შეკვეთებზე არის ხო კონცენტრირებული გამო და აქედან გამომდინარე ქმნის სხვადასხვა დიზაინის ორცხობილებსაც. ადგილზე იქნება თუ არა ყველა ეს დიზაინი ხელმისაწვდომი შეკვეთებსაც მიიღებთ, თუ როგორ არის ეს გადანაწილებული? ადგილზე იქნება უფრო მოთხოვნადი დიზაინები, ხელმისაწვდომი. ჩვენ როდესაც არ გვქონდა ფიზიკური სივრცე, ძალიან ხშირად ვიღებდით და ეხლაც ვიღებთ მონაწილეობას ფესტივალებში და სწორედ მაშინ უფრო ფესტივალისთვის ესე ვემზადებოდით და ვამზადებდით პროდუქციას და ეხლა უკვე მთელი წლის განმავლობაში ეს პროდუქცია გვექნება მზად, მარაგები, უფრო ბავშვებზე გათვლილი, ეს მოსახატი ბოქსებიც იქნება. და ჩვენი ახალი პროდუქტი ლოლიპოპები ორცხობილების გარდა ბავშვებს ძალიან უყვართ ლოლიპოპებიც. ასევე გვექნება ჩვენი პარტნიორი კომპანიების თვის გაკეთებული ორცხობილების ნიმუშები, იმიტომ რომ მე ვინახავ თითო ნიმუშს და ეს კოლექციასავით მექნება, რომ როდესაც ახალი დამკვეთი მოვა, შევძრე ნახოს ეს სხვა დამკვეთებს რა გავუკეთეთ და იმის მიხედვით არჩევს რამე და ასევე ჩვენც ეს გვექნება რაღაც ესე მუზეუმივით შენახული, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კომპანია გვიკვეთავს უკვე და სამწუხაროდ ძალიან ბევრის არ მაქვს შენახული და ეხლა გადავწყვიტე უკვე რომ შევინახოთ თითო ორი ორცხობილა და გვექნება გადადებული ყოველთვის. ნინო, ახსენე რომ თავიდანვე იყო იდეა, თუმცა საკონდიტროს ესე ვთქვათ და ფიზიკური ობიექტის გახსნას სჭირდება ცალკე ფინანსები. აქედან გამომდინარე, დაახლოებით რა მოცულობის ინვესტიცია დასჭირდა კომპანიას და რა იყო პირველი ნაბიჯები, რაც გადადგით მას შემდეგ, რაც გადაწყდა რომ ეს იდეა სისრულეში მოგეყვანათ. კი ბატონო, საკონდიტრო სივრცე, როდესაც გაიხსნა, ეს იყო გრანტის მეშვეობით 30,000 იყო აწარმოეს საქართველოს გრანტი და დანარჩენი იყო ჩემთან მონაწილეობა სადღაც 6,000 ლარი, თუმცა ეს არ იყო საკმარისი და დაახლოებით 50,000 ლარი დაჯდა საწყის ეტაპზე და შემდეგ კიდევ შევმატე ინვენტარი და კაფეც ეს ამჟამად სარგებლობ სუბსიდირებული სესხით მეწარმე ქალებისთვის, რომელიც არის უპროცენტო და ზუსტად 50,000 ლარი დაჯდა ამ კაფის გახსნა. კი ბატონო, ნინო, ადგილზე რამდენად არის შესაძლებლობა იმისა, რომ მომხმარებელი ფიზიკურადაც მიიღოთ? თუ მხოლოდ გატანის მიმართულება არის დატვირთული? ადგილზე ამჟამად გვაქვს 3 მაგი და დაახლოებით 10-მდე მომხმარებელს შეგვიძლია მომემსახუროთ და მინდა რომ გარე სივრცეც ავითვისო, ვფიქრობ გაზაფხულისთვის უკვე გარეთაც მექნება სივრცე, სადაც უფრო მეტი ადამიანის მომსახურებას შევძლებთ. ნინო, სულ რამდენიმე დღეა ხო, რაც პირველ მომხმარებელს უმასპინძლეთ, თუმცა საინტერესოა უკვე რა უკავშირი გამოხმაურება მიიღეთ, რამდენად გაამართლა თქვენმა ჩანაფიქრმა. ჯერ ცხადი ადრეა, ბევრი ეს დღესასწაულია, თუმცა დარწმუნებული ვარ პირველადი შედეგები უკვე გქნებათ.
კი, ჩვენ გავიხსენით კვირას და გუშინ იყო პირველი სამუშაო დღე. კვირას შემოვიდნენ მომხმარებლები და აინტერესებდათ, იმიტომ რომ გახსნის პერიოდშიც იყო გამოკრული აბრა, რომ იხსნებოდა ჯინჯერის ორცხობილების მაღაზია და კაფე და სხვათა შორის ბევრმა ჩემმა ნაცნობმა და ახლობელმა დამირეკა და მიხვდნენ, რომ მე ვიყავი და მივხსნიდი. ზოგი ვერ მიხვდა და უბრალოდ აინტერესებდა რა ობიექტი იხსნებოდა და მე აღმოჩნდეს, რომ ეს ჩემი ობიექტი იხსნება. და ძალიან კარგი გამოხმაურება იყო ბავშვებიდან, უფროსებიდან, მეზობლებისგან, რომლებიც ელოდებოდნენ და ბევრმა აღნიშნა, რომ ძალიან უყვართ ჯინჯერის ორცხობილები და ძალიან გაუხარიათ და უკვე შეუძლიათ ადგილზე შეიძინონ და აღარ ჭირდებათ შეკვეთა, ლოდინი და ასე შემდეგ, ან ახალი წლის ლოდინი, როდესაც უფრო ხელმისაწვდომია ეს პროდუქტი სხვადასხვა ობიექტებში. ნინო, ახსენეთ, რომ ახალი წელი არის და ზოგადად სადღესასწაულო პერიოდი განსაკუთრებულად აქტიური. თუ დაიწყო უკვე შეკვეთები, რა პერიოდიდან ელოდებით უფრო მეტად გაზრდილ მოთხოვნას და თუ შეგვიძლია ვთქვათ, რამდენად იზრდება ამ პერიოდში დაკვეთები? დიახ, ძალიან დიდი ზრდა გვაქვს ხოლმე დაკვეთების და ყოველ წელს უფრო და უფრო ადრე ინაცვლებს. მაგალითად, ეხლა წელს უკვე მე ჯერჯერობით ვერ მოვასწარო სახალწო ამ კაფის გახსნის გამო დამიგვიანდა სახალწო შეთავაზების გაკეთება და უკვე თვითონ წერენ და უნდათ სახალწო შეთავაზება გაუგზავნო კომპანიებსაც და ფიზიკურ მომხმარებლებსაც. ყველაზე ძალიან, ესე ვთქვათ, ბუმი არის ხოლმე 15 დეკემბრის შემდეგ, მაგრამ 15 დეკემბრის შემდეგ თითქმის შეჩერებული გვაქვს შეკვეთები და მხოლოდ მზა პროდუქტის გაყიდვა შეგვიძლია, ამიტომ ინდივიდუალური შეკვეთები წელს მაგალითად მიიღება 1 დეკემბრამდე, შეიძლება დეკემბრის 1 რიცხვამდე, პირველი კვირა გაგრძელდეს. თუმცა სულ უნდა მომხმარებელს, რომ შეიძლება ნებისმიერ დროს შევწყდოთ შეკვეთების მიღება, იმიტომ რომ უკვე ამ დეკემბერში უკვე საკმაოდ დატვირთული მაქვს დიდი კორპორატიული დაკვეთებით და აი რამდენი შეკვეთის დამატებას შევძლებ, ვინც მოასწრებს მოკლედ. მას მომსახურება ბრენდი გამო. კორპორატიული შეკვეთები ახსენეთ და რამდენად იზრდება კომპანიების რაოდენობა და წილი ზოგადად ბიზნესის საქმიანობაში? იზრდება ყოველ წელს და განსაკუთრებით მე რაც შევამჩნიე, უფრო მოთხოვნადი გახდა დაპრინტული ორცხობილები, იმიტომ რომ თავიდან როცა ჩვენ ვთავაზობდით ამას დაახლოებით 3 წლის წინ, უკვირდათ ხოლმე და იმის მტკიცება მიწევდა, რომ ეს იყო საკვები პრინტერი, რომელსაც აქვს სპეციალური საღებავი, ანუ ახალი პროდუქტი იყო, კი და ეხლა უკვე თვითონ კომპანიები იწერებიან, მართალია შარშანს აქტიური რეკლამა გვქონდა, როდესაც პრინტავდით და სანახაობრივად ძალიან თვალის მომჭრელი, იმიტომ რომ ჩვენი პრინტერი ზუსტად ორცხობილებზე არის გათვლილი. და ეხლა უკვე თვითონ კომპანიები მწერენ, რომ აი დაპრინტული გვინდა, ხელით მოხატული კი არის, იმიტომ რომ პრინტზე უკვე იციან, რომ ზუსტად გადადის მათი ლოგო. თუმცა ხელით მოხატულ ორცხობილებზეც ყავს არის მოთხოვნა და ყავს მომხმარებელი, რომელსაც აი ეს ხელით მოხატული ორცხობილები უფრო მოსწონს და უფრო მოთხოვნადი არის მისთვის. რა არის მაქსიმალური რესურსი, რასაც გამოუზრუნველყოფს? იმიტომ რომ არ არის ხომ დიდი გუნდი. კი, იმის გამო რომ ჩვენ ვართ ესე ვთქვათ, მაინც მცირე წარმოება მაქვს, ძალიან დიდი რყევებია ხოლმე, იმიტომ რომ აი დღესასწაულის პერიოდში არის ძალიან დიდი შეკვეთების ნაკადი, არის თვეები, როდესაც არ გვაქვს ამდენი შეკვეთა და ძალიან ძნელია ხოლმე აი ამის უზრუნველყოფა, იმიტომ რომ დიდ შეკვეთას დიდი რესურსი უნდა, თუნდაც ფართის მხრივ, მუშახელის მხრივ და ორგანიზების მხრივ, ნედლეულის შემოტანაც და ანუ ყოველ წელს ესე ვთქვათ, ესეთი სტრესი მაქვს ხოლმე წინა საახალწო, რასაც ვემზადები, რომ დეკემბერში ანუ არ ვიცი რას ველოდო და მინდა ვთქვა, რომ საბოლოო ჯამში მაინც იმაზე კარგად ვუმკლავდებით ყველაფერს, ვიდრე წარმომიდგენია ხოლმე წინასწარ და იმედია, რომ წელსაც გავუმკლავდებით და შარშანდელზე უფრო მეტ მომხმარებელს, უბრალოდ უკვე წელს გათვლილია, რომ შარშანდელზე უფრო მეტი რაოდენობის ორცხობილებს დავამზადებთ. კი ბატონო, და მაქსიმალური რესურსი რა არის? მაგალითად, რაოდენობა მაქსიმალური, რაც მიგიღიათ შეკვეთა და შემდგომ გაგეკეთებიათ. მაქსიმალური არის, ვთქვათ, როგორც წინა გადაცემაში წაღვნიშნე, შარშან მქონდა ერთი კორპორატიული კომპანია, რომელსაც 15000 ორცხობილა დავამზადეთ. ვფიქრობ, რომ ეს კომპანია წელს 15-ზე მეტ შეგვიკვეთავს. და ამას რა დროს ჭირდება მაგალითად 15000 ორცხობილი? გაჩნია თუ მარტო ამ ორცხობილებს ვამზადებთ, რა თქმა უნდა, უფრო ნაკლები დრო ჭირდება, მაგრამ პარალელურად ჩვენ სხვა შეკვეთებიც გვქონდა და შესაბამისად გაგვეწელა დროში და ამიტომ ისეთ, მაგრამ ასევე გაჩნია დიზაინის ორცხობილების და სიდიდეს და თუ ახლა გადავდებთ ყველაფერს, შეიძლება ერთ კვირაში დამზადდეს ეს 15000 ორცხობილა, მაგრამ სხვა შეკვეთებიც რო გვაქვს ხოლმე და ეს თქვათ მოთხოვნადი არის, ამიტომ ესე ვერ ვუთმობთ მხოლოდ ერთ კომპანიას, მხოლოდ ერთ კვირას მაგალითად.
კი ბატონო, ნინო, ახსენეთ, რომ ყველაზე მთავარი გამოწვევა არის ის, რომ მაგალითად დეკემბერში შეიძლება იყოს ძალიან ბევრი შეკვეთა, სხვა თვეებში არ იყოს მსგავსი აქტივობა. აქედან გამომდინარე, რამდენად ახერხებს ბიზნესი უწყლოდობას? აი, მაშინ, როდესაც არ არის სადღესასწაულო პერიოდი და ეს ასე ვთქვათ, ჯვრიამული, რაც ახასიათებს ქართულ მომხმარებელს, მაშინ რა ხდება ხოლმე, ძირითადად რაზე არის გამოკონცენტრირებული? ალბათ უფრო საცალო მიმართულებით არის, ხო? მაშინ და ჩვენ და შევქმნათ ყოველთვის სადღესასწაულო პერიოდი. წელს განსაკუთრებით შეინიშნება, რომ წლის განმავლობაში სხვადასხვა კომპანიებს აქვთ სხვადასხვა აქტივობები და ეს არ არის მაგალითად როგორც ადრე მხოლოდ ახალ წელს კორპორატიული ღონისძიება ან საჩუქრები, team building-ები ტარდება, ეს ძალიან კარგია და მე მივესალმები და აი სწორედ ესეთ ღონისძიებებზე კომპანიები გვიკვეთავენ ორცხობილებს. გარდა ამისა, თავისი ბრენდირებული ორცხობილების გარდა გვაქვს სხვადასხვა ორცხობილები, ასევე გვაქვს სახალისო ორცხობილები, Fortuna Cookies-ები, რომელშიც სურვილები იდება და ამასაც იყენებენ კომპანიები. რაც შეეხება საცალო მომხმარებლებს, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს აქცენტი ქორწილზე, დაბადების დღეზე, ნათლობაზე, სქესის გაგების წვეულებაზე, სხვადასხვა წვეულებებზე გვაქვს, ფესტივალებიც იმართება. და ასევე ზოგჯერ ჩვენ თვითონ ვქმნით ხოლმე ესეთ მოთხოვნას, კი, როდესაც აი ზოგი დღესასწაული ჯერ არ არის საქართველოში აქტიური, მაგათად მამების დღე, მე ძალიან მინდა რომ ამ დღეს უფრო მეტი შეკვეთა იყოს და ყოველ წელს ვცდილობ რომ აი ახალი ორცხობილები დავამზადო და ეს გავარეკლამოთ, რომ შეიძლება ადამიანს სულ არ უფიქრია რომ ამ დღეს რაღაც შეეძინა და საჩუქარი გაეკეთებინა მამისთვის დედის დღისგან განსხვავებით. მაგრამ აი რაღაცა დღესასწაულები უნდა ამოიწიოს და ბევრი დღესასწაული თავისთავად მოთხოვნადი გახდა, აი მაგალითად ჰელოუინი ყოველ წელს უფრო აქტიური და აქტიური ხდება. ასევე სკოლის დაწყების პერიოდი გვაქვს აქტიური და წელს გვქონდა მაგალითად მარშმელოუს თაიკული, რომელიც ძალიან მოთხოვნადი იყო და გაიცეთ კიდე უფრო დიდი მოთხოვნა იქნება და ასე თქვა ჩვენ ვერ გებით პერიოდებს და სხვადასხვა დღესასწაულებს და ასევე კაფეც ამიტომ გაიხსნა, რომ ის პერიოდები, როდესაც არ არის სადღესასწაულო განწყობა, შეიძლება უბრალოდ იქ გვაქვს სხვადასხვა ორცხობილები, რომელიც ხემსის სახით არის წარმოდგენილი, რომელიც ასევე ძალიან უყვარს ჩვენ მომხმარებელს, ზოგადად მომხმარებლებს და წლის შევძლებთ ყოველდღიურობაში მოიხმაროთ, იმიტომ რომ მოხატული ორცხობილები მაინც რაღაც სადღესასწაულო არის ხოლმე და ყოველდღიურობაში ძალიან იშვიათად ყიდულობს ვინმე რომ მაგათად ყავასთან დააგემოვნოს. კი ბატონო. მოკლედ აქტივობა მუდმივად არის შენარჩუნებული როგორც კომპანიების მხრიდან, ასევე საცალო მომხმარებლებისგან. თუმცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ასევე არის ვორქშოპები, ხო? ამას რა წილი უჭირავს კომპანიის საქმიანობაში და ასევე გავაცნობთ მაყურებელს, რას მოიცავს და რას მოიაზრებს ვორქშოპი. ვორქშოპებს დაახლოებით 30% უჭირავს. როგორც ყოველთვის ესეც წინა სადღესასწაულო პერიოდში უფრო მოთხოვნადია, მაგრამ აქაც მე ვცდილობ რომ სხვადასხვა თემატიკებს მოვერგო, მაგალითად გქონდეს შემოდგომის მოსახატი ბოქსი ან შემოდგომის ვორქშოპები გავმართოთ. ჩვენს კაფეში არ არის იმხელა სივრცე, რომ ჩვენ ვორქშოპები ჩავატაროთ, თუმცა საკონდიტროში გვაქვს სივრცე, სადაც 10-მდე ადამიანს შეგვიძლია რომ ვორქშოპი ჩაუტაროთ და ჩვენ თანამშრომლობთ სხვადასხვა სტუდიებთან, სადაც უკვე არის სივრცე, რომ მივიღოთ კლასი ან დიდი ჯგუფი და მათ ჩაუტაროთ ვორქშოპი. ასევე შეგვიძლია ადგილზე მისვლა და უკვე ადგილზე ვორქშოპებს ჩატარებთ. თუმცა მოსვლა უფრო ურჩევნიათ ხოლმე სკოლებს და ბაღებს, მე როგორც ვაკვირდები. კი ბატონო. ეს რამდენად გახდა ცნობადი, ასე ვთქვათ, მიმართულება მომხმარებლისთვის და რამდენად იზრდება ამ მიმართულებითაც აქტივობა? ამ მიმართულებითაც საკმაოდ მოთხოვნადი არის უკვე აქტივობა და იზრდება. მე თავიდან როცა ჩავატარე პირველი ვორქშოპი გქონდა მზიურში და ეს იყო უფასო გაცნობითი მომხმარებისთვის და იმ პერიოდში მე არანაირი ინფორმაცია არ მქონდა და საქართველოში არ გამეგო რომ ესეთი ვორქშოპი ტარდება. დღესდღეობით ახლა ორცხობილების მოხატვა აღარ არის სიახლე და სხვადასხვა კომპანიები ატარებენ, მაგრამ ჩვენი ძველი მომხმარებლები, რა თქმა უნდა, და ჩვენ უშუალოდ ამ მიმართულებაზე ვმუშაობთ. ეს იგივე რომ ახლა მე რაღაც სხვა ვორქშოპი ჩავატარო და ამაში არ ვიქნები ისეთი კომპეტენტური, როგორც ახლა თიხის ძერწვის ვორქშოპი ჩავატარო ან რაღაც კრაფტის და უშუალოდ ჩვენი მიმართულება არის, ამიტომ ჩვენი ვორქშოპები გამოირჩევა იმით, რომ ჩვენ გათვლა გვაქვს, რომ ბავშვებს შევასწავლოთ და ბავშვებმა არა მარტო რაღაც ორცხობილა წაიღონ სახლში და დააგეონონ, ამრამედ პატარა უნარები ისწავლონ ამ ორცხობილების მოხატვის, რომელიც გამოადგება და შემდეგ სახლში დამოუკიდებლად ახალი წლის საღამო იქნება თუ რაღაც სხვა და სხვათა შორის ძალიან ბევრჯერ ვორქშოპებზე ბავშვები შოვლებს თხოვენ ხოლმე, რომ აი, ხო გამომიცხობს ახალ წელს და ხო მოვხატავთ ერთად და სიმართლე ვგითხრათ, ჩემი მიზანი არის უფრო რომ ეს ოჯახური აქტივობა იყოს. და არა მარტო ბავშვი მოვიდეს ვორქშოპზე და მოხატოს, არამედ აი სახლში ჩაერთონ მშობლებთან ერთად და მოხატონ ორცხობილები.
ნინო, ფასებზე მინდა კითხვა, როგორც ვორქშოპების ღირებულება, როგორ განისაზღვრება, ასევე ორცხობილების ფასები, საიდან სადამდე მერყეობს და სასაჩუქრე, ასე ვთქვათ, მოსახატი ბოქსების ღირებულებაც. კი ბატონო, თვითონ ორცხობილების ფასი გვაქვს ჩვენ 2 ლარიდან, ბოქსების ფასი სადღაც 20 ლარიდან იწყება, მოსახატი ბოქსები გვაქვს 10 ლარიდან და ვორქშოპებს რაც შეეხება კორპორატიული ფასი, რა თქმა უნდა, როდესაც ეს იქნება რამოდენი ბავშვებზე კლასზე გათვლილი უფრო დაბალი გვაქვს, ინდივიდუალური ვორქშოპები უფრო მაღალ ღირებულების გახლავთ. 59 ლარი ღირს ინდივიდუალური ვორქშოპი და 25 ლარიდან იწყება უკვე კლასისთვის ვორქშოპები. კი ბატონო, და ვორქშოპები ტარდება თქვენ საწარმოში, ასევე შესაძლებელია რომ დაორგანიზდეს და საწარმოს ფარგლებს გაცდეს სიტყვაზე. ჩვენ საწარმოში ინდივიდუალურები ტარდება მარტო, ანუ ინდივიდუალურებს ვეძახი მე დაახლოებით 10 ბავშვამდე, როცა იკრიბება სხვადასხვა ბავშვები და როდესაც თვითონ ჯგუფი მოდის, ამ შემთხვევაში ჩვენ სტუდიებთან თანამშრომლობთ, იმიტომ რომ აქ ხასიათი არ გვაქვს, რომ 20 და 30 ადამიანი დავიდიოთ, მაგრამ იმედია მექნება მომავალში. აუცილებლად. ხო, ნინო, მოყურებას შევახსენოთ, სად მდებარეობს გამოს ახალი საკონდიტრო კაფე? ჩვენი მისამართი არის ირაკლი აბაშიძის 57 ნომერი. ხო, სადაც გამოს ყველა პროდუქცია იქნება ხელმისაწვდომი, გელოდებით ბავშვებთან ერთად. კი ბატონო, ნინო, გეგმებს კითხავ ბოლოს და ამით შევაჯამოთ ჩვენ საუბარი. რა არის გამოს უკვე სამომავლო გეგმები? სამომავლო გეგმა და ასევე რაც თავიდანვე იგეგმებოდა და ჯერჯერობით ვერ მოვიცალე რომ უკვე ამ კუთხით მივხედო, ეს არის ქსელურ მაღაზიებში პროდუქციის შეტანა, იმიტომ რომ ჩვენ რამოდენიმე მაღაზიასთან თანამშრომლობთ და კომპანიებთან B2B თანამშრომლობა გვაკავშირებს, სადაც ჩვენი პროდუქცია იყიდება და მინდა რომ უფრო მეტ ადგილზე იყიდებოდეს და უფრო ხელმისაწვდომი იყოს მომხმარებისთვის ჩვენი პროდუქცია, ასევე ექსპორტზე გასვლა ჯერჯერობით მეზობელ ქვეყნებში და შემდეგ უკვე იმედია. ხო, როდის იგეგმება ეს ამბავი საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის? გაიცად წელს ვეღარ მოვასწრებთ, წელს უკვე რაც გეგმაში მქონდა, ანუ კაფე გაიხსნა და უკვე ახლა სახალხო შეკვეთებზე ვართ მთლიანად გადართულებ და მთლიანად რესურსს წაიღებს სახალხო სამზადისი და ამიტომ უკვე გაიცად მივხედავ სხვა დანარჩენ გეგმებს. კი ბატონო. ნინო, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის, წარმატებები ყველა მიმართულებით. დაველოდებით მოკლედ თქვენგან სიახლეებს, განსაკუთრებით საერთაშორისო ბაზრობის მიმართულებით. მადლობა მარიამ პირიქით მოწვევისთვის. მადლობა კიდევ ერთხელ ნინო შოშიაშვილი გამოს დამფუძნებელი იყო ჩვენი სტუმარი.